გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით მორიგი ვიდეოთი. ერთ საინტერესო ნამუშევარი მინდა გაგიზიარო. სანამ დავიწყებთ უშუალოდ დანაზე საუბარს, ბოდიში მინდა მოვიხადო, უფრო ხშირად მინდოდა YouTube-ზე თქვენთან შეხვედრა გამოჩენა, სამწუხაროდ იყო ბევრი საქმე ძალიან და ცოტა დაიჩაგრა YouTube-ი. იმედია რომ შევძლებ მაგის ჰარმონიაში მოყვანას და ბალანსებას და ეს რეგულარულად უფრო გაჩვენებთ მუშაობის პროცესს და ნამუშევრებს. ტრადიციული ფორმა, ტრადიციული მასალა, მაგრამ მცირედ განსხვავებული და მე ვფიქრობ მაგის გამო აუცილებლად ღირს ამის შემოთავაზე. დავიწყოთ ტარით ალბათ. ეს არის ეგრეთ წოდებული ებანოზის ხე. ბიბლიაშიც მოხსენიებული, ძველ სამყაროში ძალიან ფასეული, ძალიან მკვრივი, ძალიან საინტერესო ფაქტორის მქონე. ეს მაშინაც ესეთი ძვირფას ხის ჯიშად ითვლებოდა. ესეთი აფრიკული ხე მომიტანა დამკვეთმა. არ მიმუშავია მასალაზე, მაგრამ ვიზუალურად ძალიან კარგია, მკვრივია, ზარები აქ, მაგრამ მოვიღებთ საღნაწილს აქედან. თხოვარევით არის, ან კაკალევით. აქეთ გული არის და აქეთ ცილა არის გარეთ ამხარე. ტარი დამთავრების შემდეგ ზეთით დამუშავდა. ძალიან მუქი ყავისფერსა და შავს შორის. აი დაახლოებით ეგეთი ფერი არის. არ ავაპრიალე, იმიტომ რომ ეს დანა მიდის ესეთი მონადირესთან, რომელსაც უნდა რომ აქტიურ ხმარებაში გქონდეს ეს დანა, ამიტომ 400-იანი ზუმფარი დავამუშავე და შემდეგ უკვე ზეთი წაოსვი და პატარა კონსერვაცია გავუკეთე, ასე ვთქვათ. ხელში ზის ძალიან კარგად, აქ ძალიან სასიამოვნო ესეთი ზომიერი სიმძიმე ხელში, სიმკვრივე. სამუშაოდ არის ძალიან მაწაკი. ფაქტიურად აი ნახშირს ამუშავებ რა. ძალიან შავი თხელი მტვერი აქვს, რომელიც აბსოლუტურად ყველგან აღწევს, ყველგან ჯდება, ყველაფერს სურის საშინლად. მოკლედ სამუშაოდ ეხა დიდი საყვარელი ხე ვერ არის რა, მაგრამ შედეგი კარგი დადო. ესეთ დათოვლილ პირობებში გვიწევს მუშაობა მჭედლებს მასში. გადავიდეთ პირზე, პირი კიდევ ბევრად უფრო საინტერესო არის. ეს არის ზაქრო ნონიკაშვილის მიერ გაჭედილი და ნაწრთობი ბულატი, ნამდვილი სხმული ბულატი, რომელიც ჩემთან ნამჭედურის ნამზადის სახით მოვიდა, ნაწრთობი ნამჭედურის სახით. ეს გეომეტრიის გამოყვანა, ფორმის მიცემა, საბოლოო და დანის აწყობა უკვე ჩემზე იყო. იმიტომაც ხედავთ, რომ ჩემი დამღა არ არის ზეთ. მაგაზე მუშაობა დიდი პატივია ერთი და ძალიან საინტერესოა ცხადია მეორეა. მოწამული არ არის ახლა ეს პერი 400-იანი ზუმფარით არის დამუშავებული. ჩანს უკვე ესეთი ბულატისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა. კიდევ უფრო მაღალი ფრაქციით დამუშავება ჭირდება მოსაწამლად. მეგობრებო, ერთ ლაიფჰაკს გაგიზიარებთ კიდე. ხელის სატინისთვის, ხელის ფინიშისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ტარის დამაგრება კარგად. და ბევრნაირი ხერხი არსებობს მაგისთვის. არსებობს სპეციალური მედანეს დისკიც კი, რომელიც გამზადებული იყიდება, ხელითაც აკეთებენ მაგას, მაგრამ აი მარტივად გადავწყვიტე ეგ ამბავი, თუ არა გაქვთ, ან თუ გაკეთების დრო არა გაქვთ, შეგიძლიათ აი ესე მარტივად გადაწყვიტოთ ეს პრობლემა. 2 კუბიკი არის ცაცხვის, ესე ორივე მხრიდან რომბისებურად არის ამოჭრილი. ერთი სტრუპსენით მაგრდება, ცაცხვისგან გავაკეთე რომ რბილი ყოფილიყო და ტარი მაქსიმალურად არ დააზიანოს და გადავაკარე კიდე ქაღალდის სკოჩი დამატებითი სირბილის. ეს ყველაფერი დამაგრებული არის აი ეგეთ უნივერსალურ სამუშაო ფიცარზე. მე მაქვს იაპონური ტიპის სამაგრი. ევროპული ცოტა სხვანაირი არის, აქ მაგიდაში აქვს ჭრილი და მაგიდაში პირდაპირ შედის. ეს იაპონური ცოტა სხვანაირია, აქ სკობა აქვს ერთი ცალერკინის, ხანდახან კარის სახელურსაც ხმარობენ ხოლმე მაგით იამაგრებენ. ერთი ფიცარი ეყრება და მეორე ფიცარი აი ფიქსირებს რომ არ გადავარდეს. აი ეს ძალიან უნივერსალური ორივე მხარე მუშაობს, ამოტრიალება შეიძლება
მოკლე გინდა, გრძელი გინდა, შეგვიძლია თავისუფლად ამოძრავ. ძალიან მარტივი კონსტრუქცია, ძალიან მარტივად გასაკეთებელია, ხელის ხერხი გინდათ და ერთი პატარა ფიცარი, მეტი არაფერი. ზაქროსთამიდის ამ შემთხვევაში უკვე პირი, მე ჩემი სამუშაო ნაწილი დამთავრებული არის, ზაქრო იღებს თავის თავზე ალესვას და მოწამვლას. ესეთი ფაქტურა აქვს ვადაზე. აი აქ ბოლოში ჩანს უფრო კარგად. ესეთი ცოცხალი ლამაზი ფაქტურა გავუკეთე. ნომერს რაც შეეხება, ამ რგოლს რო წამოწევ, შიგნით არის 107. მე როგორც მithქვამს, ნომერს მე ვანიჭებ იმ შემთხვევაში, როდესაც პირს მე თვითონ ჭედა, იმიტომ რომ ეს ნომერი ჩემთვის პირველ რიგში პირს აღნიშნავს და პირის ნუმერაცია არის, ასე ვთქვათ. მაგრამ მუშაობის ძალიან დიდი ნაწილი ჩემი შესრულებული იყო და მომინდა რომ ამასთვისაც ნომერი მიენიჭებინა და ამღაც ცხადი არ ადევს ჩემი შესაბამისად გასაგებია რომ ჩემი გაჭედილი დანა არ არის და შეცდომაში არავის არ შევიყვან სამაგიეროდ ამ ციფრებით რაღაცნაირად ნუმერაცია მიენიჭა და არ არის ცუდი ამბავი ჩემი აზრით. ამ ადგილებში ასევე აქვს ვერცხლის სინჯი რომელიც გამოყენებული არის აქაც და აი აქაც. კარგია, როდესაც აჩვენებ ყოველთვის რა მაგარი ხარ და როგორ ყველაფერი კარგად გამოგდის, მაგრამ ცხოვრებაში სამწუხაროდ ეგრე არ არის. შეცდომებიც არსებობს და ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი როგორც შენ გინდა. არის რომ ვიდეოში რამდენად გამოჩნდება, მაგრამ აი აქ აი ამ ადგილებში, აი ამ წვერის მხარეს, აი ოდნავ აქ ესეთი ნაფუფქივით, ესეთი პატარა წვრილი ორმოები, კრატერები, რაც ჩამოსხვის დეფექტი არის ხოლმე. ოღონდ ცუდი იმითი არის, რომ ეს დეფექტი ყოველთვის არ ჩანს თავიდანვე და ამ შემთხვევაშიც უკვე ტარი დაგებული იყო, აი ბოლო ეტაპზე უკვე მაგის გაპრიალებაზე გამოჩნდა ეს დეფექტი. ეხლა თუ არ იცი შეიძლება ყურადღებაც არ მიაქციო, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ იდეალურად იყოს ყველაფერი. მაგაზეც უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ხელით გაკეთებულ ნივთს რაღაცა დონეზე მცირე ხარვეზი ყოველთვის ექნება. ხაროთ ყველაფერი ისე არ გამოდის იდეალურად, როგორც სუსტად ჩაფიქრებული აქვს. ქარქაშზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას, ყოველ ნაკეთობაზე ვცდილობ რომ რაღაცა შევცვალო, რაღაცა უკეთესობისკენ წავიყვანო. აი ამ შემთხვევაშიც ჩვეულებრივი ესეთი ნახევარსფერული ქარქაში არის, რასაც ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ერთი პატარა დეტალი გამოვიყენე, აი ამ ადგილებში ჩავიღე ფასკები. ერთი ადგილი და ეს მეორე ადგილი. ეს იმ ადამიანს, ვინც ტყავს გააკეთებს, საშუალებას მისცემს, რომ უფრო კარგად შემოჭიდოს ტყავი და უფრო ლამაზი და კოხთა იყოს შემოჭედილი ტყავი. ტყავს მე არ ვაკეთებ ასევე, ჩემი სამუშაოს ნაწილი დამთავრებული არის. ვიდეო ცოტა პროპორციებს ცვლის, მაგრამ ძალიან დახვეწილი ფორმის დანა გამოვიდა. ხელში ძალიან გემრიელად ზის და რა ვიცი, გეომეტრიით ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველად მუშაობდი ებანოზის ხეზეც, ბულათზეც და ნავიც მე მგონი ცუდი შედეგი არ გამოვიდა. იმედი მაქვს რომ ეს ბოლო თანამშრომლობა არ იქნება ეგ. კიდე გავაგზავნებთ თანამშრომლობა.